Hi, როგორ ხართ? ვიმედოვნებ, რომ ყველა ჩავრთე ვიდეო და ვერ ვამოძრავებ ენას, ვერ მოვაბითავი. მესამეჯერ ვიწყებ ამ ვიდეოს. გამარჯობათ. როგორ ხართ? ვიმედოვნებ, რომ ხართ ძალიან კარგად. მე ძლივს თქვი. მოკლედ, დღევანდელი ვიდეო ისე უნდა ვიჭერავთ მოკლედ დღევანდელ ვიდეოშიც და მე გეჭირავთ მოგიყვებით რაღაცეებს. ძალიან დიდი ხნით ადრეც მინდოდა ასეთი ვიდეოების გადაღება, მაგრამ როგორც ხედავთ, ჩემი ვიდეოები ხან გამოჩნდება, ხან არ გამოჩნდება, ხან ვიკარგები, ხან არ ვიკარგები. ეს იქიდან არის გამომდინარე, რომ მაქვს არასტაბილური რეჟიმი. ან როდის მძინავს, როდის მღვიძავს, როდის სადوار, არ ვიცი მოკლედ. ხო და როცა მექნება ხოლმე დრო, ვეცდები შემოგთავაზოთ ასეთი რუბრიკული რაღაცები, რაც შეეხება იაპონიას, იაპონელ ხალხს, იაპონურ ენას და ზოგადად ცხოვრებას იაპონიაში. ვინც არ იცით, გეტყვით, რომ უკვე 10 წელია, წელს გახდება 10 წელი, რაც იაპონიაში ვცხოვრობ. 10 წელი. ღმერთო, 10 წელი გავიდა ხალხო, რაც იაპონიაში ჩამოვიდი და ჩემი სიკვდილი. დედა 10 წელი, მოკლედ ხო. 10 წელი რაც იაპონიაში ვცხოვრობ და ძალიან ბევრი რაღაც არის ისეთი, რაც დღემდე მიკვირს, რამაც მაშინ გამაკვირვა, როცა ჩამოვედი, რამაც მაშინაც გამაკვირვა, ახლაც მაკვირვებს და არ ამგონია, რომ ეს გაკვირვება მორჩეს. ხო და მინდა რომ ესეთი რაღაცები გაგიზიაროთ, იმიტომ რომ რაც ეს იაპონური ენები ონლაინ გაკვეთილები დავიწყე, ძალიან ბევრ ადამიანს თურმე აინტერესებს იაპონია, ძალიან ბევრ ადამიანს მოსწონს ანიმეები, მოსწონს კულტურა და ასე შემდეგ და ძალიან მიხარია რომ შემიძლია გაგიზიაროთ ჩემი ისტორია, ჩემი იაპონური ისტორია. და მე მგონი რომ როცა ჩამოხვალთ აქ და როცა წამოდიალდებით და წამოჩოჩიალდებით აქეთ-იქით, მე მგონი რომ დაგეხმარებათ რაღაცეებში. ან არ დაგეხმარებათ? არ ვიცი. მოკლედ გეჭირავებით. დავიწყოთ. დღევანდელი ვიდეო ჩემო სათუთებო შეეხება იაპონიის იმ კულტურის იმ ნაწილს, რომლის აზრსაც მე დღემდე ვერ ვიგებ. ეს არის ტატუ, სვირინგი. ტატუ და პირსინგი. და სხვა ესეთი რაღაცები. ხო. ეხლა რატო ტატუ და რატო პირსინგი? ეს იმიტომ, რომ ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე ამან, რომ რატო? იმიტომ რომ მე როდესაც ვიგებდი ქვეყანა იაპონიას, მე ესე მეგონა, მე ესე გავიგე საქართველოში რომ ვიყავი, რომ იაპონია ძალიან მრავალი წლით წინ არის საქართველოზე, დედამიწაზე, ქვეყანაზე, ყველა ქვეყანაზე წინ არის და მეც მქონდა ხოლმე ეს რაღაცა, რომ იაპონია და რო ჩამოვედი, ბევრი რაღაც არ იყო ისე როგორც უნდა ყოფილიყო, როგორც მე მეგონა რომ უნდა ყოფილიყო. ერთ-ერთი არის ზუსტად ეს, ტატუ და პირსინგი. რა თქმა უნდა, იაპონიაში არსებობენ ახალგაზრდები, ძველგაზრდები, რომლებსაც ბევრი პირსინგი აქვთ, რომელსაც ბევრი ტატუ აქვთ, მაგრამ ასეთი ადამიანები ჩვეულებრივ ადამიანებს არ უყვართ. ეს ჩვეულებრივად. ჩვენ და საქართველოში ხო გაივლი ქუჩაში და რაც უფრო სხვანაირი ხარ, მით უფრო ხო მომხიბლელი ხარ. გაქვს ბევრი სვირინგი, გაქვს ბევრი პირსინგი, ხარ რაღაცა სხვა ფერის თმა გაქვს და ასე შემდეგ. უფრო საინტერესო ხარ, უფრო აურამაგარი სტილი გაქვს, ესე ხო ხდება? აქ არა. აქ არის simple is the best. ეს მომენტით ტრიალებს იაპონური საზოგადოება, რომ ყველაზე მარტივი რაღაცები არის ყველაზე კარგი. გულისხმობ რას? შეღებილი თმა? არა. პირსინგი სახეზე, ყურზე ბევრი? არა. სვირინგები, ტატუები, ასე შემდეგ? არა. რაღაცნაირი ჩაცმულობა? არა. ყველაფერზე ამბობენ არას. იაპონური სტილი რომ გითხრათ რომ მომწონს მეთქი ვერ გეტყვით, რომ გითხრათ რომ მეზიზღება მეთქი ამასაც ვერ გეტყვით. აქვთ თავიანთი რაღაცნაირი სტილი, უფრო უყვართ ნეიტრალური, ბეჟი, შავი, თეთრი, ეს რაღაცა ვიღაცამ ჩაიცვას ვარდისფერი და ვიღაცამ ჩაიცვას მწვანე და ვიღაცა გამოყვასყვასდეს წითლის და ასე შემდეგ, დიდად ვერ ნახავთ. ეს არ ეხება მარტო, მე ვცხოვრობ ცოტა სხვა ქალაქში, არ ვცხოვრობ ტოკიოში, არ ვცხოვრობ ოსაკაში, მაგრამ ეს არ ეხება მარტო ჩემს ქალაქს, ეს ეხება მთლიანი იაპონიას, იმიტომ რომ მენტალიტეტი აქვთ ასეთი. და ეს მენტალიტეტი საიდან მოვიდა? ახლა ვიგეტყვით ამას. ძალიან მრავალი წლის წინ ალბათ თქვენს გაგიგიათ ასეთი სიტყვა
ინტერნეტში ალბათ არ უნდა ვთქვა ეს, მაგრამ მოდი სწრაფად ვიტყვი და მივხვდით. იაკუძა. გაგიგეთ, ხო? ეს არის დაჯგუფება, რომელიც არის იაპონიაში მრავალი წლის წინ. დაარსა ერთმა პატარა კაცმა, რომელიც უარყო საზოგადოებამ, ანუ საზოგადოებამ არ მიიღო და სხვა გზა აღარ ჰქონდა, რადგან ვერსად ვერ მუშაობდა, რადგან ცოტა არ იყო ისეთი როგორც იაპონიის საზოგადოებას უნდოდა, მოკლედ დაარსა ესეთი დაჯგუფება, რომელსაც დაერქვა ეს სახელი, რაც წეგან გითხარით და მე თქვენს ფანტაზიას მოვანდობ, რა და როგორ იყო იქ. ეს ხალხი გამოირჩევა ზუსტად აი ამ რაღაცეებით, რასაც იაპონური საზოგადოება უარყოფს. ეს არის შეხედულება, თმის სტილი, სვირინგები, პირსინგები და ასე შემდეგ. აქედან არის წამოსული ეს, რომ იაპონურ საზოგადოებას არ უყვარს ტატუირებული და დაპირსინგებული ადამიანები, არც თმაშეღებილი ადამიანები. რა თქმა უნდა, იაპონიაში იღებავენ თმას, აქვთ ცოტა ამაზე უფრო მუქი, იმიტომ რომ იაპონელებს ნატურალური ფერის თმა აქვთ შავი და ძალიან მომწონს მათი თმის ხარისხი. იცი რა მაგარი თმა აქვთ, აი ძალიან კარგი თმა აქვთ და ძირითადად არ იღებავენ ხოლმე. შეიძლება შეიღებონ მუქ წაბლისფრად. და დაუბრუნდები წინა თემას, ზუსტად ასეთ ადამიანებს მთელი სახიან, ტანიან, არ ვიცი ფეხის გულიან, ხელის გულიან, ყველგან აქვთ მოკლედ მოხატული სხვადასხვა სვირინგებით. ამ სვირინგებს მე ერთი პერიოდი ვიყავი ძალიან მომწონდა ეს და მინდოდა რომ აი ამ სვირინგების მთლიანი ისტორია შემესწავლა. ვიყიდე წიგნი, სადაც ძალიან დაწვრილებით იყო ახსნილი თითოეული ტატუს მნიშვნელობა. აქაური ტატუები ჩავსავ სურათებს როგორ გამოიყურება, დაახლოებით ასეთი სტილის ტატუებია, რომლებსაც საზღვარგარეთი, ანუ უცხოელი ადამიანები იტაცებენ ხოლმე, თვითონაც იხატავენ და მოსწონთ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, როგორც ხელოვნება არის ძალიან ლამაზი, მაგრამ თვითონ აი ამ ტატუებს აქვს ძალიან ღრმა მნიშვნელობა. მაგალითად, თევზი, რომელსაც ქვია ქოი. ეს არის იაპონური თევზის სახეობა. ამ თევზის ცურვის მიმართულებასაც კი მნიშვნელობა აქვს. თუ ზევით არის, ესე იგი შენ მაღალი თანამდებობის ადამიანი ხარ. თუ ქვევით არის, ესე იგი შენ ამ საზოგადოებამაც კი არ მიგიღო. ან სიტყვაზე ვიძახი, დრაკონები ახატიათ ხოლმე ძალიან ხშირად, ეს დრაკონიც მნიშვნელობა აქვს, საით აქვს თავი, საით აქვს მიმართულება, სად აქვს ბრჭყალები და ასე შემდეგ მოკლედ და არ ვიცი, სასწავლად ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ყველა თითოეულ ტატუს, თითოეულ ადგილს, თითოეულ რაღაცას აქვს მნიშვნელობა და თავისი დატვირთვა. და ამ ტატუს აქვს ორი სახეობა. ეს არის ტატუ და არის ირეზუმი. ირეზუმი არის როგორ შეიძლება გადავთარგმნო? ანუ აი ძველად რო აკეთებდნენ ტატუებს, აი ესე რომ ურტყავდნენ, აი ამას ქვია ირეზუმი. ანუ რა ამოტვიფრული. ხო, ამოტვიფრული. სხეულზე ამოტვიფრული ამას ნიშნავს. და ნუ რადგან ეს ტატუ აღარ იშლება, ნუ ახლა კი არის ტექნოლოგიები, რადგან აღარ იშლება და აღარ გაქრება, ეს არის ეს იაპონელებს გქონიათ, რომ ეს არის ცხოვრებამ რო დაგასვა დაღი. ესეთი რაღაც და ნუ მოკლედ არ უყვართ. ეხლა გადავიდეთ როგორი დამოკიდებულება აქვს იაპონელ საზოგადოებას ჩვეულებრივ ტატუზე, აი art ტატუ, როგორცაც იკეთებენ ახალგაზრდები. ასეთ ტატუებს აღიქვავენ ჩვეულებრივ ტატუთ, მაგრამ ეძახიან ირეზუმს. ანუ წეგან რო გითხარით იმ ამოტვიფრულ რაღაცას. და ეს გამოხატავს რას იცით? აი რაღაცა დაშორებას, თითქოს არ იღებს ეს ადამიანი ამ რაღაცას, არ იღებს იმას, რომ შენ გაქვს ეს ტატუ და გეძახიან, რომ გაქვს ირეზუმი. იაპონიაში არსებობს კიდევ hot spring საერთო აბანოები, სადაც დაახლოებით 80% ასეთ აბანოში არ უშვებენ უცხოელებს და არ უშვებენ იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ ტატუ. რატო გავუსვი ხაზი უცხოელებს? იმიტომ რომ მე მგონი ძალიან ძნელი მოსაძებნია უცხოელი, რომელსაც არ აქვს ტატუ. მე არ მაქვს ტატუ. ძალიან მომწონს, მაგრამ არ მაქვს. ხო. და გეუბნებიან, რომ აი ბოდიშით ჩვენთან მიუღებელია ტატუ, იმიტომ რომ ჩვეულებრივ
მარტეღან ნათქვამ, აი ამ ჩვეულებრივ საზოგადოებას ეშინია ამ ტატუების და ეშინია ამ ყველაფრის. ხო, ახლა გადავიდეთ პირსინგებზე. იაპონიაშიც, როგორც ყველა სხვა ქვეყანაში, არსებობენ განსხვავებული სტილის ადამიანები, რომლებსაც, მოკლედ, აქ, ყველგან აბსოლუტურად სახეზე აქვთ პირსინგი, თითებზეც იკეთებენ ხოლმე, აი ამ კანს იხვრეტენ და აქ იკეთებენ ხოლმე. ესეც არის ჩვეულებრივი საზოგადოებისთვის მიუღებელი და თუ ესე გამოიყურები, ძალიან ძნელია სამუშაოს შოვნა. რა თქმა უნდა, ფირმაში არ აგიყვანენ, გამორიცხულია ამ ტატუიან პირსინგიანს, გეტყვიან, რომ მოიშორეთ, მა შეიღებე, გახდეთ ჩვეულებრივი ადამიანი. ჩვეულებრივი ადამიანი როგორი არ ვიცი, მაგრამ ასე გეტყვიან, რომ ჩვეულებრივად უნდა გადაიქცე. და ძალიან ძნელია მოკლედ სამუშაოს შოვნა, იმიტომ რომ მე თმა მქონდა შეღებილი რაფრად მქონდა ღმერთო ჩემო შეღებილი. მე მგონი ძალიან ქერა ვიყავი, ანუ მოთეთრო თმა მქონდა. და მახსოვს, რომ ნამცხრების მაღაზიაში მინდოდა რა, ანუ ნამცხრებს ვერ ვიტან, არ მიყვარს ტკბილეული და ვიფიქრე, რომ რახან ვიმუშავებდი იმ სამუშაოზე, რომელიც არ მიყვარს, იმიტომ რომ უფრო აღარ შემზიზღდებოდა, ისედაც ხომ ეზიზღებოდა, ანუ ხვდებით რის თქმა მინდა. ხო და აი ამ ადამიანმა მითხრა ესეთი რაღაც, რომ მაშინ ქუდი დაიფარე. თუ თმას არ შეიღება, მაშინ ქუდი დაიფარე და დამალე ეს თმა. ხო, აი ეს რაღაც მითხრეს. მე მაინც არ მეფარა ის ქუდი, მაგრამ მაინც. ხო და არ ვიცი, აი ესეთი საინტერესო ხალხი არიან იაპონელები, როგორც თავიანთი ღრმა კულტურა აქვთ, ისევე აქვთ თავიანთი რაღაცა წიკები, მე ესე ვეძახი ხოლმე და საინტერესოა. ჩემს მეგობრებს, იაპონელ მეგობრებს გულისხმობ, არავის არ აქვს ტატუ და არავის არ მოსწონს ეს. იმიტომ რომ მათ ესე ასწავლეს, მათ ესე იციან, რომ ტატუ არ ვარგა. რომ პირსინგი არ არის კარგი. მე მყავს ერთი ძალიან ახლო მეგობარი, რომელსაც ყურიც არ აქვს გახვრეტილი და ხო. მე წითლად მქონდა თმა შეღებილი და ხე გეტყვით ფაქტებს ჩემს შესახებ, როგორ მეუბნებიან ხოლმე ცუდ კომპლიმენტებს. მე ვარ ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრჯერ დაკარგა საკუთარი თავის რა ვთქვა, მე. ანუ რას ნიშნავს ეს, რომ ძალიან ბევრი ადამიანის ზეგავლენის ქვეშ ვიყავი და ბევრმა რაღაცა მიმოქმედა ჩემს მენტალურ მდგომარეობაზე. არ გავგიჟებული ვარ, ჯერ ნორმალური ვარ, ალბათ. ანუ გიჟი ისედაც ვიყავი, მოკლედ. ძალიან ბევრმა რაღაცა მიმოქმედა ჩემზე, რომ ანუ ეს არ უნდა გქონდეს, ეს არ უნდა გააკეთო. გულისხმობ, რაც იაპონიაში ჩამოვედი. ხო და აი ჩემი საყურები ხა თქვენ შეიძლება დამცინოთ. განახებთ რამდენი საყურე მაქვს. აქ მაქვს 3. ხო არაფერი. აქ მაქვს 4, აქაც მაქვს. აქ მაქვს რამდენი? აქაც მაქვს 4, აქაც მაქვს 4 და მაქვს smile piercing. და თმები მქონდა წითლად შეღებილი. ეს იმ ხალხისთვის, რომელიც მე მიცნობს, რომელსაც მქონია ჩემთან ოდესმე შეხება, იყო კატასტროფა. მithumetes როდესაც ვიცინოდი და ეს პატარა პირსინგი მიკეთია, იმიტომ რომ მე ზოგადად არ მიყვარს რაღაცები, რაც ჩანს. ამიტომ არ მაქვს ტატუ. იმიტომ რომ მგონია, რომ უნდა მომბეზრდეს. მიყვარს აი ეს, რომ დამალულად ვიცი, რომ მაქვს. არ ვიცი რამდენად აზიანია ეს რაღაც, მაგრამ აი ეს მომწონს, რომ მაქვს და აი მე ვიცი, რომ მაქვს. ზოგჯერ რო ვიცინი ვარ ხოლმე, ესე გამოვარდება და ესე ეშინიათ ხოლმე ხალხს გონიათ, რომ რაღაცა ვამპირი ვარ, ან ესე მეუბნებიან ხოლმე, რომ ვაიმე, ეგ გირჩევნია, რომ მოიხსნა. ესე მიწყვიტავენ ხოლმე მარტივად რა უნდა გავაკეთო. ან საყურეზე ესე ხდება, აი ამდენი რა თქინდა. მე ხირო ჩამოვარდება, შენ დაგეცება, ესე მეუბნებიან ხოლმე. ან თმა რომ მქონდა წითლად შეღებილი, ერთმა ადამიანმა მითხრა ესეთი რაღაც, რომ აქამდეო ძალიან მომწონდიო, ძალიან კარგი გოგო იყავიო და ეხავ შემეცვალაო შენზეო წარმოდგენაო. ის რაღაც მითხრეს და მე გული მატკინეს. რა თქმა უნდა, საერთოდ არ მაინტერესებს ეს რაღაცეები, იმიტომ რომ ერთხელ ცხოვრობთ და უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ის, რაც ალბათ ბედნიერად გვაგრძნობინებს თავს, მე ესე მგონია, მაგრამ ესე შეიძლება ესე შეგამკონ. თითქოს გაქებენ, მაგრამ არ გაქებენ. ეს რაღაცები ძალიან ხშირია ხოლმე იაპონიაში. ხო.
ჩემს შესაძლებლობაზე სხვათა შორის ძალიან აი იცით როგორ რაღაცას მეუბნევიან ხოლმე, რომ ჰადე ეს ნიშნავს თვალში მოსახვედრი. აი მე რა თვალში მოსახვედრად გაცვია? ეს იგულისხმება ჩემი ჩაცმობის ფერებზე, იმიტომ რომ მე ზოგადად არ მიყვარს რაღაცა გამომწვევად ჩაცმას, ზედად არ ვარ მიჩვეული. და ეს ფერებზე, რომ ჭყეტელა ვარდისფერი მაცვიან, ჭყეტელა წითელი მაცვიან, რაღაცა მწვანით გავარდიან, რაღაცა ყვავილებიანი რაღაცა მაცვიან, ასე შემდეგ და ჩვენთვის ეს ხო არის ნორმალური. საქართველოში ხო ნორმალურია ეს. აქ არ არის ნორმალური და ესე გეტყვიან, რომ როგორი ჰადე, როგორ თვალში მოსახვედრი ხარ. შეიძლება ერთი მხრივ გეგონოთ, რომ არის კომპლიმენტი, მაგრამ არ არის კომპლიმენტი, გეუბნებიან, რომ გადაიქეცი ნორმალურად, ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა იყოს ნორმალური. ხო და მე რადგან არ ვიცი რა არის ნორმალურობა, ვარ ესეთი. ხო და დღევანდელი ვიდეო იყო ეს საინტერესო თემაზე, რომ იაპონელები როგორც არიან გამოსული ხალხი, ბევრი რაღაც აქვთ ისევ ძალიან ძველნაირად, თუნდაც ეს ტატუ და პირსინგი. ხო და არ გეგონოთ ეხლა რომ ვაიმე იაპონიაში ვეღარ წავალ და ვაიმე იაპონიაში მე ვერაფერს ვერ ვიზავ, ესე არ ხდება. შეიცვალა ცხოვრების სტილი, თითქოს იაპონელებიც შეეჩვივნენ აი ამ ტატუებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი უცხოელია, მით უმეტეს ტოკიოში, ოსაკაში და ძალიან ასე ვთქვათ მიეჩვია თვალი. არ მგონია რომ რამე გითხრან და რაღაცა უბრალოდ მინდა რომ იცოდეთ, იმიტომ რომ ჩემი ნაცნობი იყო იაპონიაში ჩამოსული გოგო, რომელსაც ჰქონდა ტატუ, ხელზე ძალიან დიდი და ძალიან ბევრ რესტორანში და რაღაც ადგილებში მოატყუეს და უთხრეს, რომ ადგილი არ გვაქვს, როდესაც სულ თავისუფალი იყო მთელი რესტორანი და აი თქვენს რომ გული არ დაგწყდეთ და ცუდი წარმოდგენა რო არ შეგექმნათ იაპონიაზე, იცოდეთ რომ ტატუიანი და ბევრი პირსინგიანი ხალხი ამათ არ უყვართ. მაგრამ გვაქვს პირსინგები, გვაქვს ტატუები, it's not problem. იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ცხოვრება და ჩვენ თვითონ წყვეთ რა უნდა გავაკეთოთ. ხო და მედონებ რომ დღევანდელი ვიდეო მოგეწონათ. ვიდეოს ბოლოში გეტყვით, რომ ვინც ხართ დაინტერესებული იაპონური ენით, არ დაგიზაროთ, დამიკომენტარეთ, ან ინსტაგრამზე მომწერეთ, ან როგორღაც მომაწვდინეთ ხმა და ვისწავლოთ ერთად იაპონური ენა. მოკლედ, დღევანდელი ვიდეო ასე დამთავრდა, ვიმედოვნებ რომ მოგეწონათ. ასეთ პატარა ვიდეოებს, რაღა პატარა 18 წუთი გავიდა, რაც ვიდეოს ჩაწერა დავიწყე, მაგრამ ასეთ ვიდეოებს გაგიზიარებთ ხოლმე ძალიან ბევრი რაღაცა მაქვს, ვისი გაზიარებაც მინდა. ამათ საჭმელსაც გაგიზიარებთ, ყველაფერსაც აბსოლუტურად მინდა, რომ ძალიან ბევრი რაღაც იცოდეთ იაპონიაზე. ხო და ნახვამდის, მადლობა რომ ბოლომდე უყურეთ. ბაი!